1994 წელი, 13 ნოემბერი. შვედები მონაწილეობას იღებენ ისტორიულ რეფერენდუმში. შეკითხვა ერთი და მარტივია. შეუერთდეს თუ არა შვედეთი ევროკავშირს. მცირე უპირატესობით, თუმცა მკაფიოდ მოსახლეობის 52%-მა თქვა დიახ. შვედებმა ისტორიული არჩევანი გააკეთეს. არჩევანი, რომელმაც მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური გზა განსაზღვრა. იმ პერიოდში შვედეთი მძიმე ფინანსურ და საბანკო კრიზისს განიცდიდა. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 5%-ით შემცირდა. უმუშევრობამ 10%-ს გადააჭარბა, ხოლო სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 70%-ს უახლოვდებოდა. ეკონომიკის საფუძველი მძიმე მრეწველობა, ინჟინერია და ტყის სექტორი იყო. მთავარი ექსპორტიორები კი Volvo, Saab და Ericsson. თუმცა ქვეყანა ინფლაციას ებრძოდა და კეთილდღეობის მოდელი აღარ იყო ეფექტიანი. შვედეთის ეკონომიკა იმ დროისთვის დახურული და შედარებით კონსერვატიული იყო. სახელმწიფო მფლობელობაში რჩებოდა მრავალი სფერო, ხოლო უცხოური ინვესტიციები შეზღუდული იყო. 1995 წელს ევროკავშირში გაწევრიანებამ ქვეყნის მიმართულება რადიკალურად შეცვალა. გაერთიანების წევრობა შვედურ კომპანიებს კარს 400 მილიონიან სამომხმარებლო ბაზარზე უხსნიდა. დაიძრა ექსპორტი, ინვესტიციები და კონკურენტუნარიანობა. ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ იქცა ცოდნაზე და ინოვაციაზე დაფუძნებულ ეკონომიკად. 3 ათწლეულის შემდეგ შვედეთის შედეგი თვალსაჩინოა. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი $700 მილიარდ უახლოვდება. ეს სამჯერ მეტია ვიდრე 1995 წელს. უმუშევრობა 7%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 35%-ზე ქვემოთ არის ჩამოსული, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროკავშირში. თუ ადრე ქვეყნის ეკონომიკის 60%-ზე მეტი ინდუსტრიაზე მოდიოდა, დღეს წამყვანი სერვისები, ტექნოლოგიები და ინოვაციებია, რომლებიც შვედეთის ეკონომიკის 75%-ს ქმნიან. ფინანსური ტექნოლოგიები, მწვანე ენერგია, ფარმაცია და დიზაინი ეს არის ახალი შვედური ეკონომიკის საყრდენი ძალა. შვედეთი დღეს ლიდერია კვლევასა და განვითარებაში, ციფრულ კონკურენტუნარიანობასა და განახლებად ენერგიაში, ხოლო სტარტაპ ეკოსისტემის მიმართულებით ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია ევროპაში. ცვლილებები მხოლოდ ეკონომიკას არ განუცდია. ევროკავშირში გაწევრიანებამ შვედეთს სოციალური და კულტურული საზღვრები გაუხსნა. ათასობით ახალგაზრდა ევროპაში ერასმუსის პროგრამით ახალი გამოცდილების მისაღებად გაემგზავრა. ქვეყანამ ათასობით ახალი მაცხოვრებელი სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღო, რის შემდეგაც ქალაქები უფრო მრავალფეროვანი და კოსმოპოლიტური გახდა. თუმცა ამავე დროს გაჩნდა დისკუსიები ინტეგრაციაზე, სოციალური პოლიტიკის მდგრადობასა და ეროვნულ იდენტობაზე. ეს იყო გლობალიზაციის ბუნებრივი თანმდევი პროცესი, რომლის მართვაც შვედეთმა გონივრული ბალანსით შეძლო. ბრიუსელში შვედეთი გონივრული პოლიტიკისა და ინოვაციების ხმად ჩამოყალიბდა. ქვეყანას ხშირად უწევს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ჩრდილოეთის ფინანსურ დისციპლინასა და სოციალური პროგრესის მოდელებს შორის შუამავლად. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთი ევროზონაში არ შესულა, ის მყარად დარჩა ევროპის ეკონომიკურ ბირთვში. ქვეყანა მუდმივად ამტკიცებს, რომ ინტეგრაცია და სუვერენიტეტი შესაძლოა თანაარსებობდეს. ეკონომიკური კრიზისისგან ინოვაციებით აღჭურვილ მდგრად სახელმწიფომდე. შვედეთის 30-წლიანი გზა ევროკავშირში არის ისტორია გარდაქმნაზე, გამძლეობასა და წინსვლაზე. ისტორია იმაზე, თუ როგორ შეცვალა ერთმა რეფერენდუმმა არა მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკა, არამედ ეკონომიკის სრული სტრუქტურა.